მოგესალმებით, აი დღეს პარასკევია 4 საათია და რა თქმა უნდა, ჩემი გადაცემა სილამაზის ალგორითმი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო თემით, როდის არა მაქვს ხოლმე საინტერესო თემები და აუცილებლად უნდა გვისმინოთ რადიო სივრცის FM სიხშირეზე 98 და 5 და კახეთში 102 და 3 და რა თქმა უნდა გვიყუროთ და დაგვაფოლოვოთ Facebook და YouTube გვერდებზე. დღეისთვის თემა თავარჯიეთ ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი იოგა და იოგას ვარჯიშები და ამიტომ დღეს ჩემთან სტუმრად არის ულამაზესი იოგისა და პილატეს რეფორმერის ფიტნეს ინსტრუქტორი თათა შენგელია. გამარჯობა თათა. გამარჯობა ნათია, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. დიდი მადლობა რომ გამონახე დრო და გვეწვიე. და მოდი ჯერ დავიწყოთ პირველი შეკითხვა ძალიან მაინტერესებს საერთოდ რატომ დაინტერესდი იოგით და რატო დაიწყე ჯერ ვარჯიში და შემდეგ გახდი შესაბამისად ინსტრუქტორი. რეალურად ბავშვობიდან მომწონდა ესეთ ბალეტი და ტანვარჯიში, ფიზიკურადაც მქონდა მონაცემი ანუ ელასტიური ვარ თავისთავად და სულ მაინტერესებდა ესეთი რაღაცა უცნაური, ასე ვთქვათ, პოზების გაკეთება. თუმცა მხოლოდ ქართულ ცეკვაზე და ესეთ ლათინო ამერიკულ ცეკვებზე დავდიოდი. მე რაღაც ესე აღმოჩნდა, რომ ჩემი ოჯახის ბიზნესი გახდა იოგას სტუდია და აქ დავიწყე ვარჯიში და თავად ანუ პრაქტიკიდან გამომდინარე შესაბამისად სწავლაც თვითონ იოგას პრაქტიკა როგორ გავუზიაროს სხვებს. შემდეგ უკვე რამდენიმე ხნის შემდეგ გავხდი მე თვითონ ინსტრუქტორი და ეხლა თბილისის ერთ-ერთ მულტიფუნქციურ ფიტნეს ცენტრში მაქვს იოგას და პილატეს რეფორმერის ვარჯიშები. და ეხლა რაც თავარია ისეთი მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს, იმიტომ რომ მე მაგალითად აი ბევრი ვეცადე, დავიწყე რამოდენიმეჯერ დავესწარი გაკვეთილებს, მაგრამ არაფერი გამომივიდა იოგაზე, იმიტომ რომ ბუნებით არა ვარ მოქნილი ადამიანი, მიჭირს ეს გაწელვები, სტრეჩინგს რასაც ეძახიან. ზოგადად ვერც აი ფსიქოლოგიურად ვერ განვეწყვე ამ იოგისთვის, რაღაცა მივხვდი რომ თითქოს ჩემი არ იყო და აი ესეთი აი ყველა ადამიანს ესე იგი არ შეუძლია რომ გააკეთოს ეს ვარჯიშები, უნდა მოქნილი იყოს თუ აი როგორ უნდა მოიქცე. იცი როგორ არის ნათია, არის იოგას სხვადასხვა ასე ვთქვათ ვარჯიშების სხვადასხვა სახეობები. აი დაახლოებით ხო არ იცი დავუშვათ რომელი ტიპის არის აშთანგა, ჰათხა, ვინიასა. იცი რა ალბათ დამწყებდათვის დავიწყე მე ალბათ და მაინც არაფერი გამომივიდა. დამწყებდათვის ვარჯიშების თვითონ ვარჯიშების თანმიმდევრობა არის ძალიან მარტივი ვარჯიშები, რაც რეალურად ყოველთვის შეძლებადია. უბრალოდ აი ხშირად ხდება რომ მომხმარებელი მით უმეტეს ჯგუფურ ვარჯიშებზე ძირითადად აქვთ ესეთი მომენტი რომ ეედრებიან ერთმანეთს ანუ ვიღაცას უკეთესად გამოცდის პირობითად ვთქვათ უკეთესად და ჩვენც გვინდა მას ანუ არავინ არის იდეალური და რეალურად იდეალური არც არსებობს მით უმეტეს იოგას სულ წინსვლა შეუძლია განვითარებას ხელს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის რომ ჩვენი მაქსიმუმი შევასრულოთ იოგას ვარჯიშის დროს, რადგან სარგებელი თვითონ ვარჯიშის არის როგორც ვიზუალური, ისე ორგანულიც, ანუ ძალიან დიდი სარგებელი აქვს იოგას ვარჯიშს. შესაბამისად, თუ დაუშვათ ამ კუთხით შეხედავ და ფსიქოლოგიურად განეწყობი რომ შენ ეს ხო, ეს ცოტა კონცენტრაცია ძალიან გამიჭირდა. კონცენტრაციას ანუ ავითარებს კონცენტრაციას კი მე. ანუ არ უნდა დავნებებულიყავი შეგიძლია ხალხსა გვიანი არა. ხო, მე რაღაცნაირად აი დავნებდი, ვფიქრე რომ მე არ გამომდგები. თქო. ერთი ორჯერ სამჯერ ვცადე. რეალურად ცოტაც არის. ორჯერ სამჯერ თან თუ მანამდე პრაქტიკა არ ქონია და თავიდანვე რაღაცა ენთუზიაზმით არ მივუძე. ხო, ანუ ყველა შეუძლია დაიწყოს იოგას ვარჯიშები. რამდენად კარგია იოგა ჯანმრთელობისთვის და აი უფრო აი რას უხდება, ვთქვათ, სახსრებს, თუ რამე სხვა სხეულის სხვა პრობლემებს აგვარებს. ხო. იოგა როგორც ასე ვთქვათ გარეგნობაზე, ანუ ვარჯიშის შედეგად კუნთი ძლიერდება, რა თქმა უნდა, სტრეჩინგის, ანუ გაწელვების შედეგად ელასტიურები და უფრო ჩვენი ფორმები ლამაზ ფორმას იღებს. თუმცა იოგას მთავარი, ასე ვთქვათ, ბენეფიტი, სარგებელი არის ის, რომ ახდენს ჩვენი ორგანოების ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ჩვენი იმუნიტეტი ძლიერდება, რადგან ვარჯიშის დროს თვითონ სისხლის მიმოქცევა იმდენად ინტენსიურად
ინტენსიური ხდება, რომ ჩვენი როგორც სისხლი, ისე ორგანიზმი უჯრედულ დონეზე მეტ ჟანგბადს იღებს. შესაბამისად, უკვე მეტაბოლიზმიც აქტიურდება, ჩვენი ენერგოტონუსი იმატებს, ჰორმონალური ბალანსი რეგულირდება, ჩვენს სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს დააბლაწევს იოგას ვარჯიში, რაც შემდეგ უკვე გონებრივ ჩვენს სარგებელს ძალიან ბევრ ბენეფიტს აძლევს. ანუ ეს მითი არ არის, რომ იოგა წონის კლებაში ეხმარება? წონის კლებაშიც ეხმარება, რადგან აი მეტაბოლიზმსაც არეგულირებს წონას, ანუ ბევრს ქონია მეპირადად, სულ მინდოდა წონის მატება და სისტემატიური ვარჯიშის შემდეგ, ანუ უკვე დაარეგულირდა ჩემი წონა და ანუ კლებაშიც ესია, იმიტომ რომ ეს გამიგია და ანუ ეს მითი არ არის, რეალობაა, რომ იოგა დაგვეხმარება წონის კლებაში. თუ სწორედ რადიკალური, ასე ვთქვათ, ბევრი ჭარბი წონა აქვს მომხმარებელს ადამიანს, მაშინ შესაძლებელია რომ ინტენსიური ვარჯიშით უფრო მალე დაიკლოს წონა. თუმცა იოგაც ეხმარება და ძალიან არეგულირებს, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და აქედან გამომდინარე. აი როგორ გვანთავისუფლებს სტრესისგან, შფოთვისგან, აი ვიცი რომ ეხმარება ზოგადად ფსიქოლოგიურადაც ადამიანს. კი, აი როგორც აღნიშნე, თვითონ კორტიზოლი სტრესის ჰორმონს რომ დაბლაწევს, უკვე ჩვენი გონებაც უფრო, ასე ვთქვათ, აქტიურად ფუნქციონირებს. შესაბამისად ხდება კოორდინაციის, კონცენტრაციის, მეხსიერების გაუმჯობესება. შემდეგ უკვე აი ბევრ ადამიანს აქვს ჩაძინების პრობლემა. იოგას პრაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, ნაწილი არის სუნთქვითი პრაქტიკები, პრანაიამა, რომლის დროსაც ესე იგი ადამიანი არის მოსვენებულ მდგომარეობაში, ანუ წევს ზურგზე, თვალები დახუჭული აქვს და ინტენსიური ღრმა სუნთქვით არის დაკავებული მისი სხეული. ამ დროს გულისცემა ნელდება, ასე ვთქვათ, ხდება სიჩუმის შეგრძნება და აი თუ გაგვიგია ეს ფრაზა, რა თქმა უნდა, იოგასთან ყველაზე ახლოს არის კონტექსტუალურად, იყავი აქ და ახლა, ხო? აი ზუსტად ამის შეგრძნებებამდე მივყავართ თვითონ პრანაიამას პრაქტიკას. შესაბამისად, ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზეც ძალიან დადებითად აისახება, კი. კიდევ რა მაინტერესებს და აი კვირაში რამდენჯერ უნდა დავკავდეთ იოგით, აი რამდენჯერ არის კარგი ჯანმრთელობისთვის? დამწყებთათვის, ანუ გააჩნია ისევ ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას, თუ ჯანმრთელი და ასე ვთქვათ, დამწყები ადამიანისთვის სტანდარტულ შემთხვევაში 2-3 ჯერ ძალიან კარგია ხო ვარჯიშის შესრულება. და რამდენი ხნით, აი რამდენი წუთით უნდა დავიწყოთ? ნუ 30 მინიმუმი, თუმცა 50 წუთია სტანდარტული ვარჯიში, 45-50 წუთია სტანდარტული ვარჯიშები ფიტნეს ცენტრებში, რასაც დაუშვათ ვატარებთ. შესაბამისად 30-ია მინიმუმი თუ სახლში დაიწყებს დაუშვათ ვიღაცა თავისით ვარჯიშს, არის ბევრი ონლაინ გაკვეთილი და შესაბამისად 30 წუთიც შესაძლებელია და კარგია. თუმცა 1 საათი 50 წუთი არის სტანდარტული ყველა რიცხვით. და თქვა რამე პოზები ხო არ არსებობს იმისი, თქვა აი რაღაცა პოზა, რომელიც სტრესიდან გაგვანთავისუფლებს, რამე პოზა, რომელიც აი შფოთვისგან გაგვანთავისუფლებს. არის რა იოგას პრაქტიკის ასე იგი მთავარი პოზების და ასე ვთქვათ პოზებს ქვია ასანები, მთავარი ნაწილი იოგას პრაქტიკის არის აი ამ ასანების შესრულება და ყველა ასანას თავისი სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ანუ უმთავრესი რაც არის იოგას ვარჯიშის დროს ამ ასანების ასე ვთქვათ სპეციფიკა არის ჩვენი ხერხემალის გაძლიერებაზე და სტრეჩინგზე, გაწელვაზე ორიენტირებული ხო. შესაბამისად ბევრი ასანა, ანუ პოზა ხელს უწყობს აი დღევანდელ რეალობაში უამრავ ადამიანს აწუხებს წელის კისრის ტკივილი, ხო, მთელი დღე ჯდომისგან გამომდინარე სამსახურებრივ ოფის ვორკიდან გამომდინარე, ხო? ამ კისრის წელის დაძაბულობას, სტრესს ეს სხვადასხვა ასანები ძალიან ეხმარება, რომ ანუ მოიხსნას ესეთი ტკივილები. არის დაუშვათ თუ კლინიკური ჩვენება აქვთ, ბევრს აქვს თიაქარი, ამ შემთხვევაში ძალიან კარგია იოგას ვარჯიში, თუმცა აუცილებელია ექიმთან რეკომენდაციის შემდეგ უკვე, იმიტომ რომ გააჩნია დაუშვათ რა სტადიაზე არის ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა, ანუ თუ ექიმის რეკომენდაციით ჯობია და მიიღოს, რა თქმა უნდა. და აი კუნთოვან მასას რამდენად აძლიერებს?
აძლიერებს კუნთოვან მასას, ფაქტობრივად იოგა კეთდება, წონებს არ ვხმარობთ იოგის საკუთარი წონით, ხო, შიდა კუნთებზეც კი მუშაობს იოგას პრაქტიკა, შესაბამისად კუნთებს აძლიერებს, ხდება სახსრების მეტად ელასტიურობა, მოქნილობა, რაც ძალიან კარგია, თუმცა აი დამწყებთათვის არ არის რეკომენდებული თავიდანვე რთულ ვარჯიშებს შეეჭიდონ, იმიტომ რომ შეიძლება გამოგდიოდეს რაღაც რთული, ასე ვთქვათ, პოზა, ასანა, მაგრამ რეალურად ეს შენი სხეულისთვის ზედმეტი დატვირთვა გამოვიდეს. მარტივიდან დავიწყოთ. კი, იოგას მთავარი, ასე ვთქვათ, მთავარი პრინციპი არის, რომ ნელ-ნელა მივიდეთ იმ შედეგამდე, რასაც ჩვენი სხეულისთვის სარგებელი მოაქვს. ხო. ხედავ, აი რამდენი რამე გავიგე იოგაზე და ნამდვილად უნდა ვცადო კიდევ გამიხარდება ძალიან, ისე მიყვარს ყველას მოვიდე შენთან თათა. ეხლა ჩემთვის ეს თემა ძალიან საინტერესოა, მოდი ცოტა პილატეს რეფორმერზე ვისაუბროთ. ეს არის ტრენაჟორი, რომ ავუხსნათ მსმენელს და მაყურებელს უკეთ, რომელიც სულ მინდა რომ ვცადო და ეგეც უნდა მოვიდე და მოვსინჯო. აი რა არის ეს პილატეს რეფორმერი, რო გამმარტოთ, ხო? პილატეს რეფორმერი არის რეალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯოზეფ პილატესის მიერ, ასე ვთქვათ, ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის შექმნილი დანადგარი. ანუ ეს არის უფრო მეტად, აი, როგორც ვახსენე, თიაქარისაც აქვს რაღაცა თუნდაც სახსრების თიაქარის სხვადასხვა პრობლემები, ანუ უფრო ფრთხილად ვუდგებით პილატეს რეფორმერის დროს, ხო, ვარჯიშთან დამატებით აქვს თავისი, ასე ვთქვათ, თოკები, რომლებიც წონებზეა მიმაგრებული. ამ თოკების გამოყენებით უფრო მეტი დატვირთვა მოდის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დანადგარი ისე არის სტრუქტურულად აწყობილი, რომ ანუ ნაკლები არის რისკი იმისა, რომ რაღაცა ხო, ისე შესახედავად იმხელა რაღაცა ინკვიზიცია. საწამებელი აპარატი გეგონება ძალიან დიდი ადგილი უკავია. კი, დიდია კადილაკი კიდევ უფრო დიდია, რომელზეც ზემოდან, ანუ ზემოთ დაკიდებას ამ რეფორმერებში სხვაობა არის, ხო? ეგ არ ვიცოდი. ზოგ ტაუერი, ანუ გვერდი აქვს, ზოგი მხოლოდ რეფორმერია და კადილაკი პლუს აი დაკიდება, რაზეც ხდება თვითონ აკროელემენტების ვარჯიშის დროს აკროელემენტებს რომ ვაკეთებთ, ეს უკვე კადილაკზე ხდება, კადილაკ რეფორმერი. და ანუ ესე იგი რამოდენიმე ტრენაჟორზე ერთდროულად რამოდენიმე ადამიანი ვარჯიშობს, როცა ჯგუფი ყავს, როგორც მე მივხვდი, ხო? ჯგუფური პილატეს რეფორმერის პრაქტიკაც. ოღონდ აი ეგეც მაინტერესებს, აი პილატეს რეფორმერზე ვარჯიში, აი ჯგუფურ ვარჯიშს, თქვა ჯგუფურ პილატესის ვარჯიშს შეცვლის თუ ვერ შეცვლის? ის უფრო მეტი დატვირთვაა თუ როგორ არის? რომ მე ვარჯიშობ პილატეს, ოღონდ ჯგუფურად. ხო. განსხვავებები არის, რა თქმა უნდა, ერთი იგივე ვარჯიშანი იოგას რამდენიმე ასანაც კი კეთდება თვითონ რეფორმერზეც, სტრეჩინგებსაც აუცილებლად გულისხმობს პილატეს რეფორმერის ვარჯიშებიც, იგივე სტანდარტული მატის პილატესის ელემენტებიც კეთდება, თუმცა პილატეს რეფორმერზე დამატებითი ვარჯიშებიც არის, რაც იგივე აი კადილაკზე, ანუ დაკიდების შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ, თაუერის დახმარებითაც დამატებითი ვარჯიშები და ამ ყველაფერთან ერთად ინტენსივობა აქვს მეტი, რადგან აი თოკების ხარჯზე წონები გვაქვს, ასე ვთქვათ, მუდმივად წონებით ვარჯიშობთ. აჰა, ესე იგი ფაქტურად მაინც სხვადასხვა მიზანს ემსახურება ჯგუფური ვარჯიში და პილატეს რეფორმერი. ჯგუფური მატი და პილატეს რეფორმერზეც არის ჯგუფური ვარჯიშები. მე მგონი ამოვწურეთ ყველანაირი თემა, კი, ეს პილატეს რეფორმერის თემაც, რომელიც ძალიან მაინტერესებდა და ძალიან დიდი მადლობა თათა ესეთი კარგი და შემეცნებითი საუბრისთვის. აუცილებლად კიდევ უნდა დაგვპატიჟოთ, ვიცი რომ რაღაცა ახალი გეგმებიც გაქვს, მაგრამ დღეს არ გავაჟღერებთ. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ პარასკევას.